მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ მარსაბა და არ გავჩირავთ სამი და დღეს მე მეგობრებო მინდა მოგიყვეთ პატარა ისტორია. მოკლედ, შეიძლება თქვენს ბევრ უმრავლესობას თქვენგან გონია რომ მე საერთოდ Minecraft საერთოდ გავეცანი Minecraft-დან, მაგრამ მეგობრებო არა, საკრუელი არა. პირველი, მოკლედ მე მინდა მოგიყვეთ. მე მაგ დროს მე არ ქონდა არც ეს არხი. შეიძლება მგონი არც ძველი არხიც კი არ მქონდა მაგ დროს. ეს იყო კიდე 5 წლის წინ. მაგ დროს მე მქონდა ასეთი ძველი Samsung-ი. რატომ მქონდა ახლაც მაგ მე წარმოიდგინეთ. ახლაც მაგ ეს ძველი Samsung-ი და მანდ მე მაქვს თამაში, რომელსაც ქვია Mastercraft. შეიძლება რომელიმე თქვენგანს ეკეცნობათ ეს დასახელება Mastercraft. მოკლედ მეგობრებო, მაგ Mastercraft-ში მე ვაშენებდი ძალიან, მე მიყვარდა რაღაცების შენობების ასე თქვათ აშენება რაღაცების სახლების, სკვერების და ასე შემდეგ და დღეს მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ყველაზე პირველი ჩემი შენობები სხვადასხვა სოფლიოებში. მოკლედ შეხედეთ, მე ახლაც მაგ Mastercraft-ში წარმოიდგინეთ, მე ახლაც შევდივარ. ორ კვირაში ერთხელ ზოგჯერ შევდივარ რომ ნახო რომ ვიცნო როგორ მაგარ სოფლიოებს ვაკეთებდი. ასე ვთქვათ, ნოსტალგია ასე რომ ვთქვათ და მეგობრებო, წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი სოფლიო მაქვს შემორჩენილი. მაგ შორის მეგობრებო, მე ვაშენებ ქალაქს. ჩემს ქალაქს, რომელსაც ქვია Sabaland. უკვე მეგობრებო 3 წელია, წარმოიდგინეთ, 3 წელია მე ვაშენებ მაგ ქალაქს. და მაგ Mastercraft-ის თამაში მე დავიწყე 5 წლის წინ, როდესაც მაგ დროს მე კიდე არც კი ვიცოდი რა არის Minecraft-ი. იმიტომ Minecraft-ის თამაში მე გავიწყე 3-4 წლის წინ, მაგრამ Mastercraft-ი უკვე 5 წელია მაქვს, წარმოიდგინეთ და ახლა შევდივარ და მოით მეგობრებო, ახლა დავიწყოთ. პირველი მეგობრებო, მე მინდა თქვენ გაჩვენოთ ხო იცით ჩვენ ყველა მგონია ყველა ჩემმა გამოვწერმა, ყველა ჩემმა არ ვიცი ვინც მოკეთ უყურებს ჩემს ყველა მაყურებელმა, ჩემი არხის მაყურებელმა გამომწერმა ყველა მიცით როგორ გამოიყურება ჩემი სახლი სოფელში. აბსოლუტურად მგონი ყველა ვინც უყურა ჩემ ვიდეოებს, იცით როგორ გამოიყურება ჩემი სოფლის სახლი. და ახლა მეგობრებო, წარმოიდგინეთ, მე ავაშენე ძველი ჩემი სახლი Minecraft-ში Mastercraft-დან. მეგობრებო, მე Mastercraft-ში წარმოიდგინეთ, მე ჯერ კიდევ Mastercraft-ში მქონდა ეგ სახლი, წარმოიდგინეთ. და Mastercraft-ში მაგარი სახლი მქონდა ეგეთი და Mastercraft-დან მე სუფთა კოპია ავაშენე, ყველაფერი ავაშენე ზუსტად Mastercraft-დან Minecraft-ში და მოით მეგობრებო, ახლა წავიდეთ და ვნახოთ. მეგობრებო, მე ავაშენეთ აქ სოფელს, მეგობრებო, ახლა დღეს ოპა მეგობრებო, всё. შეხედეთ როგორ გამოიყურებოდა ჩემი ძველი სახლი. ახლა წარმოიდგინეთ, ადრე სუმთლიანად ახლა ხომ აქ ხისაგან და ადრე მე კიდე მქონდა აქ ასეთი არ ვიცი, ქვის მატერიალი ასე ვთქვა, მაგრამ მეგობრებო, შეხედეთ როგორ გავს. აქ ასეთი ორჯერადი კარები და შიგნიდან მეგობრებო, ეს მართლა მეგობრებო, გულზე ხელს ვდებ და ისე გეუბნებით რომ Mastercraft-დან მე ყველაფერი გადმოვიტანე აქ. წარმოიდგინეთ მეგობრებო, Mastercraft-დან თუ რამეა მე იდეა ავიღე ჩემი სოფლის სახლი. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ეს ყველაფერი მეგობრებო, მე მაქვს Mastercraft-ში, ამ ვიდეოში რაც შენობებს დაინახავთ, ეს არის ყველაფერი Mastercraft-დან, რომელიც მე თვითონ ვაშენებდი კიდე 5 წლის წინ. და ახლა რაღაცებს მეგობრებო, მანდ ვაშენებ, წარმოიდგინეთ. ასე გამოიყურებოდა მეგობრებო ჩემი ძველი სახლი. შეხედეთ, წიგნის თაროები, მუსიკალური ცენტრი, შეხედეთ, პრინციპში მაცივარი, ფეჩი, სარწყის მანქანა, ასეთი ბლენდერისავით წყლის აქ უბრალოდ კომპიუტერი არ მქონდა, აქ კიდე ყუთები, საწოლი, შეხედეთ მეგობრებო, ეს ყუთი და საწოლი იგივე და შეხედეთ შუშებიც მეგობრებო, შეხედეთ, შუშები იგივე ადგილასაა, როგორც ჩემს ახლანდელ სოფელში, წარმოიდგინეთ და ახლა მეგობრებო, შეხედეთ, ზუსტად იგივე სახლი, უბრალოდ აქ მეორე სახლი არ არის, იმიტომ მაგ დროს მე კიდე არ ვიცოდი მეორე სართულს თუ ავაშენებდი. მეგობრებო, ასე გამოიყურებოდა ჩემი პირველი სახლი Mastercraft-ში. პირველი სახლი არა მეგობრებო, პირველ სახლს Mastercraft-ში ახლა გაჩვენებთ. და ხოლო ეს არის მეგობრებო, ჩემი ის სახლი, რომელიც მე მაქვს ახლა იმ სოფელში, ჩემს
ახლა ჩემს სოფელში უბრალოდ მეგობრებო მასტერკრაფტში მე ასე გამოიყურებოდა მასტერკრაფტის ასეთი სახლი. ახლა კი მეგობრებო მე მინდა გაჩვენოთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პირველი სახლი, რომელიც მე საერთოდ დავაშენე მაინკრაფტში, ანუ მასტერკრაფტში. ოპა მეგობრებო, შეხედეთ, აი წარმოიდგინეთ, აი ასე გამოიყურებოდა ჩემი სახლი. სტოპ, მეგობრებო, რაღაცა რასაკვირველი აკლია. იმიტომ შეხედეთ მეგობრებო, წარმოიდგინეთ, აი ასეთი ღობეები მე მქონდა და ზუსტად 3 ბლოკის დაშორებით მეგობრებო, ასე იყო ჩემი სახლი მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ. აქ შეხედეთ, მე იცით რატო ავაშენე აი ასეთ ლოკაციაში, იმიტომ ჩემი აი ეს პირველი შენობა იყო გაშენებული ოკეანესთან. ანუ ქვიშაზე იყო გაშენებული და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მე ავაშენე მასტერკრაფტში 5 წლის წინ survival-ში, ანუ კრეატივში არა, survival-ში. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ყველაფერი შეხედეთ ეს შუშები. აი ასე მეგობრებო, შეხედეთ, აქ რაღაცის გამო საერთოდ არ მქონდა შუშა, არც კი ვიცი. მე თვითონაც არ მახსოვს რატომ. იმიტომ მეგობრებო, ეს იყო 5 წლის წინ. წარმოიდგინეთ, ეს არის მეგობრებო, შეხედეთ, აქ მქონდა შუშა. აქ მქონდა შუშა, მაგრამ სასაკვირელი ასეთი შუშები მქონდა, იმიტომ ნუ ისე survival-ში შესაძაც ხარ, აი ასეთ შუშას შენ ვერ გაკეთებ. ხოლოდ აი ასეთ შუშას მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ და მოით მეგობრებო, ახლა გაჩვენებთ აი სახში. ყვავილები, საათი, ასეთი მაგი და სკამი. რაღაცა მეგობრებო, აკლია რასაკვირველია. так, стоп, სად არის? აჰა, მეგობრებო, შეხედეთ, რა მაკლია, შეხედეთ, წარმოიდგინეთ, ჩემს სახში, ჩემს ძველს პირველ სახში მასტერკრაფტში იყვნენ მე ძალიან მიყვარდა, ანუ ძაღლებს ესე ვაშინაურდებდი. რაღაც მეგობრებო, მე პრინციპში დამავიწყდა როგორ უნდა დავაშინაურო. მოდი აქა, აი ეს მეგობრებო და წარმოგიდგენთ 7 ასეთი ძაღლი მე გავაშინაურე და წარმოგიდგენთ ახლაც ჩემს აი ასეთ სახში მასტერკრაფტში არის 7 მგელი, ანუ ამ სახში ვცხოვრობ მე, ანუ ვთამაშობ ხომ აი ასეთ სახში, ზოგჯერ შევდივარ ხო გეუბნებით 1 კვირაში ერთხელ, 1 კვირაში ერთხელ და 7 მგელი სუნხდება აი ამ სახში, აი ესეთი ჯდებიან და აი ეს ჯდებიან. ოპა, აი ასე ჯდებიან და მელოდებიან და თუ ასე დგებიან, სულ მე მომყვებიან და როგორც აი ახლა აი შეხედეთ, აი მომყვება, შეხედეთ, აი ოპა. ვახ, როგორი ნოსტალგია, აი ვერც გწამოვით. აი აქ მეგობრებო იყო აქ ასევე მეგობრებო, იცით რა არის? აი ამ ადგილას არის აი მასტერკრაფტში, ანუ ჩემს ტელეფონში აი ასეთი დიდი ნაძვი, სადაც მე ავაშენე ნაძვზე სახლი. ხის სახლი, წარმოიდგეთ. მანდაც მე ეს გავაკეთე ვერსტაკი, პეჩი, ყუთი და საწოლი. უბრალოდ შეხედეთ, აი ამ ხელა ნაძვი და იქ ასეთი 4 ბლოკიანი ასეთი სახლი გავაშენე. და აქ მეგობრებო, აუ რა მაგარი რაღაც, აი როგორ მახსოვს ეს ყველაფერი. და ეს მეგობრებო, შეხედეთ, ოკეანეში ასე წახვიდოდი, მე გემიც გავაშენე, თუ რამე ხისგან დავკრავდე გემი და ეს ოკეანეთი რომ გაიმასკნიდი, ანუ ოკეანეთი ცოტას გაცურავდი და მან იქნებოდა კიდე ერთი ჩემი სახლი. ხისგან გაშენებული სახლი, რომელიც მე მივატოვე, ანუ ერთ სოფლიოში იყო რა. უბრალოდ ეს სახლი ხო აქ იყო. მერე ასე წავედი, უფრო მაგარი ადგილი ვნახე ოკეანესთან, მან გავაშენე აი ასეთი სახლი კიდე ერთი და მგლები მეგობრებო, მაგ დროს უკვე მე მყავდა 4 მგელი და ეგ ყველა მგელი გადმოასახლე ამ სახლში მეგობრებო. მერე კიდე დავამატე 3 მგელი. წარმოიდგინეთ მეგობრებო, აუ რა მაგარი ნოსტალგია და იმედია მეგობრებო, ამ ვიდეოზე იქნება ძალიან ბევრი ლაიქი და იმედია ეს ვიდეო არ ვიცი ძალიან ბევრ ნახოს აიღებს, იმიტომ მეგობრებო, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ წვალობდი და ახლა მე გაჩვენებთ ბოლო ჩემს შენობას, რომელიც მე მაქს მქონდა და მექნება მასტერკრაფტში. ეს მეგობრებო, ეს შენობა ეკება ჩემს ქალაქს მასტერკრაფტში. და მაგ შენობას მეგობრებო მე ვაშენებდი 1 საათი მინიკრაფტში, წარმოიდგეთ. ახლა მეგობრებო, გადავალ და გაჩვენებ. აი მეგობრებო, და ეს არის, აი თქვენ მგონი შემოგითხებით M სკვერი, რა სკვერი? მოგეთ შეხედეთ მეგობრებო, მე ხო გითხარით რომ მე ვაშენებდი მასტერკრაფტში, რატო ვაშენებდი? ვაშენებ თანაც ახლაც ქალაქს
Mastercraft-ში. Აი იმ ძველ ტელეფონში წარმოიდგინეთ. მაგ ეგ ტელეფონი არის ისიც როდინდელი, აი 2017 წლის გამოსული. აი ეს არის Samsung Galaxy Grand Prime. აი ესე წერია, ანუ ძალიან მაგარი ტელეფონია, კიდე მისლებს 16 გიგაბაიტი კი აქვს twin-ი, მაგრამ მაინც მისლებს და Mastercraft-ს ეს ყოფნის. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ეს არის მეგობრებო პირველი შენობა, ანუ სკვერი, ანუ ეს არის პირველი შენობა, რომელიც მე გავაშენე მაგ ქალაქში. წარმოიდგინეთ მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ უბრალოდ მართლა აი ეს სკვერი, აი ზუსტად იდენტური 1 საათი მეგობრებო, წარმოიდგინეთ 1 საათი ვაშენებდი ამ სკვერს მინიკრაფტში, ანუ გადმოვიტანე Mastercraft-ი და მინიკრაფტში 1 საათი ვაშენებდი მინიკრაფტში ამ სკვერს, რომ გადმომეტანა Mastercraft-დან. აი წარმოიდგინეთ, აქ შადრევანი, აქ ხეები, აქ შეხედეთ მეგობრებო, მეორე სართული ასე ვთქვათ ამ სკვერის. ყველაფერი ისე მაგრად გავაკეთე, ხეები რასაკვირველია. და მეგობრებო, მინდა გითხრათ ერთი საერთო შეხედეთ, მე ისეთ ქალაქს ვაკეთებ, სადაც 60%, 70% არის ხეები, სკვერები და ტყეები. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ხო აი ასე ქალაქს ვაშენებ. მოკეთ და აქ არის მეგობრებო, ჩემი პირველი სახლი, აი საერთოდ აი აქ, აი ამ სკვერთან, აი ამ სკვერის შემდეგ მეგობრებო, მე ავაშენე ყველაზე დიდი სახლი ჩემს ქალაქში Mastercraft-ში. და ეგ სახლი მეგობრებო, თუ რამე არის 20 სართულიანი, აი წარმოიდგინეთ რომ 20 სართულიანი. არ ვიცი შესაძლებელია რაღაცნაირად გადავიღო. შესაძლოა მოვეხერხები, აი შესაძლებელია მეგობრებო, აი ძალიან მინდა ასაკვირველია გაჩვენოთ ქალაქი, გაჩვენოთ Mastercraft, აი მაგარი თამაშია მეგობრებო, მართლა გეუბნებით Mastercraft-ი. შეგიძლიათ პრინციპში გადმოიწევოთ, მგონი კიდე არის შენარჩუნებული ეგ Mastercraft-ი, უბრალოდ მეგობრებო Android-ებში. iPhone-ებში არ არის, ხო? Android-ებში, აი წარმოიდგინეთ, აი Mastercraft-ი ეს არის მაგარი თამაში, უბრალოდ ძალიან ცუდი არასაკვირველია, მე აი ამ ჩემს ახალ Samsung-ში ვერ შევძელი მისი გადმოწერა, შესაძლებელია ახალ ტელეფონებში უკვე აღარ არის დამატებული და ძველებში არის. კაი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე, თუ მოგეწონათ ზედო ლაიქეთ. ეს იყო ასეთი ვიდეო, სადაც მე გაჩვენეთ ყველაზე პირველი შენობები Mastercraft-ში, აი Mastercraft-ი მეგობრებო იყო პირველი ჩემი Minecraft-ის თამაშის სახეობა, რომელშიც მე დავიწყე თამაში და ეს იყო 5 წლის წინ და კიდე მეგობრებო, წარმოიდგინეთ Mastercraft-ს თამაშობ და ვაშენებ ქალაქებს, შევდივარ ჩემს ძველ სოფლიოებში. მოკეთ შესაძლებელია გადავიღო ვიდეო მაგ Mastercraft-ის შესახებ. მე კი ახლა მეგობრებო, დაგეშოვებით, ნახვამდის.